ზოგიერთ ქალბატონს უბრალოდ დაბადების დღეზე ჩუქნიან $150,000-იან, $100,000-იან Porsche-ს ან ნებისმიერ Mercedes-ის ძვირადღირებულ ჯიპებს. აი ესე უბრალოდ ჩუქნიან ბრენდულ სამკაულებს, ბულგარი, კარწიე, შოპარდი, მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ არაფრის გამო მიყავთ დასასვენებლად მალდივებზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გოგონები არ არიან განსაკუთრებულად მაგალითად ლამაზები და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც თავს უვლიან. და თქვენ თუ გონიათ ესეთი გოგო ძალიან ცოტაა, რომლებსაც ესეთ ფასიან და უფრო მეტს კიდე საჩუქრებს ჩუქნიან, მამაკაცები ძალიან შემცდარხართ. ძალიან ბევრია. არ გაგჩენიათ არასოდეს შეკითხვა საკუთარი თავისადმი? რატომ მე არ ვარ ღირსი, რომ თუ მას აჩუქეს სიტყვაზე, რატომ მე არ უნდა მაჩუქონ? რა მე არ ვარ ღირსი, საკმარისად ლამაზი არ ვარ? ზოგიერთი ადამიანი თავის თავს იბლოკავს, რომ ოფ რათ მინდა ჯიპი, ოფ რათ მინდა ბედნიერი ვიყო, ის ვიყო. არა, მეგობრებო, გულის სიღრმეში ყველას გინდათ აბსოლუტურად. კარგი მანქანაც, კარგი სახლიც რომ გაჩუქონ და კარგი სამკაულიც რომ გაჩუქონ და 1000 ვარდიც რომ მოგიტანონ. მერწმუნეთ, ყველას გინდათ. თქვენ რატომ ფიქრობთ, რატომ არ ხდება ესე? რატომ ხდება ესე, რომ არაფერს არ გჩუქნია ზოგჯერ? ენერგეტიკა, მეგობრებო, რაც არ უნდა ლამაზი იყოთ, რაცაც არ უნდა აკეთებდეთ, თუ მაღალი ენერგეტიკა არ გაქვთ, არც ერთი კაცის ყურადღებას არ მოგაქცევთ. ან მოგაქცევთ, გამოგიყენებთ, გაგივლით და всё. ამიტომაც არის, რომ წმენდა ჩემთან არა მარტო ჯადოსაგან ანთავისუფლებს ადამიანებს, არამედ საკუთარ თავის პატივისცემას უბრუნებს. ამის ჩემი წმენდის მერე 100% შემიძლია ვთქვა, 1000%-ით, რომ ქალბატონები ეგოისტდებიან, გადადიან საკუთარ თავზე, თუ აქამდე მილიონ ნათესავს და ამხანაგს არ ჩანდნენ, გადადიან საკუთარი თავის მოვლაზე, განვითარებაზე და ადამიანებს ყველაფერი კარგად მისდის. რატომ? იმიტომ რომ მათ ჯადო ყველაფერი მოიშორეს, ცუდი ენერგეტიკა მოიშორეს, არც ხელის განძრევა არ ეზარებათ და ახალ პროფესიას იძენენ, ახალ ხალხში ტრიალებენ და ძალიან ბედნიერად მისდით საქმე. გაიკეთეთ წმენდა და იყავით ბედნიერები.